სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბის აღწერლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. აი ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა მისი ვაჟის განკურნება, რომლემაც ეს ვერ შეძლეს. და ამის შემდეგ იმავე თხოვნით მიმართავს უფალ იესო ქრისტეს. უფალმა მას უთხრა, თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია ორწმუნისთვის. აცრემლებულმა მამამ მიუგო, წამს უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. და მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ეს ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო, რომ ეს მოდგმა იგულისხმება ბოროტის სულების მოდგმა, განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. აი ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია ჩვენ სახარების ამ ეპიზოდს. ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა როგორც სულის და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით ჩვენ კურნავს და განდევნის ჩვენ გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც ჩვენ გვტანჯავს. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილები, როგორც ეს ყრმა იყო. შედარებით ჯანმრთელები ვართ, რადგან შეგვიძლია აქ მოსვლა, რომ ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ, მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილები მუდმივი სენით, რასაც ქვია ცოდვა. და აი ამ სენისგან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. განთავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენ სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვაში და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და გვართმევს მადლს. აი ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას გრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დაუპირისპირდეთ, აღმოვხრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები და ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტის სულებისგან, რომლებიც ჩვენ სისუსტეში პოულობენ თავის ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს,
და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. და აი ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს ჩვენ, რომ ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადაურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს. მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს და მთელი ცხოვრების ღვაწლია და შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა, ამიტომ გვეხმარება ჩვენ შრომაში და ყველა ჩვენ კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს. ასე რომ შეგვეწიოს უფალი ჩვენ ამ დიდ მარხვაში, ჩვენ სინანულში, ლოცვაში და მარხვაში. ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ წმენაც შეგვისუსტდა. მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი. და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები. წამს უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები. იღუმენი იოანე ოქროპირიძე აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი მიქაელ რუხაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი სერაპიონ სამსონიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს დეკანოზი ლევან კუტივაძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. დეკანოზი ვახტანგ ბერიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელმონაზონი ილია თვალიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს მღვდელი ზაქარია ინატაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს მღვდელი კახაბერ ტვილდიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს მღვდელი გიორგი ტუღუში დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს მღვდელი ირაკლი ებრალიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს ილოცავთ ღმერთმა დაგლოცოთ.